მოგესალმებით მეგობრებო და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო თინათინ ბოკუჩავას მიერ დადგმულ უნიჭო სპექტაკლთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ვითომ მისი მეუღლის გატაცებას. გუშინ მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთებ ვიდეო და დღეს კიდევ მინდა ერთხელ ამასთან დაკავშირებით ვისაუბრო. პირველად რო აიტვირთა კოტე იოსელიანის ბოდიში, სადაც ის ბოდიშს უხდის ტაივანიშვილს, ესეთი შთაბეჭდილება იქნება იმ ვიდეოთი, რომ სახშია ეს ვიდეო გადაღებული და არც თინათინ ბოკუჩავას მის ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია თუ სად იყო ეს ვიდეო ჩაწერილი, გადაღებული. ეთყობა ამასთან დაკავშირებით უთხრეს რჩეველებმა, რომ რაღაცა ცოტა არადამაჯერებელი იყო ეს ამბავი და უფრო დამაჯერებელი უნდა გაეხადათ ეს სცენარი საზოგადოებისთვის და სწორედ ამისთვის თინათინ ბოკუჩავა მივიდა ეკა მიშველაძესთან გადაცემაში და ორივე ერთად ცდილობდა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ კოტე იოსელიანი მართლა გაიტაცეს. მაგრამ ამ გადაცემაში მოხდა ძალიან საინტერესო რამ და შეიძლება ეს ვიდეო ბევრმა თქვენგანმა უკვე ნახა, მაგრამ ძალიან მოკლე ვიდეოა და ერთად ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ. ვიდეო ჩაწერილია იმ შენობაში, სადაც განკაცებლებმა კოტე გატაცების შემდეგ მიიყვანეს. iPhone-ი აქვს? კი, ანუ iPhone-ს აქვს ესეთი ფუნქცია, რომ შესაძლებელია ვიდეოს ატვირთვის ლოკაციაც დადგინდეს. ანუ ხომ არ გინახიათ გადაღების უпростоრეთ აი სად მოხდა გადაღება. არა, სხვათა შორის უბრალოდ გუშინ სიმართლე გითხრათ იმდენად სიმეტრე იყო ჩვენი. მოკლედ ამ შეკითხვით მიშველაძემ iPhone-თან დაკავშირებით თინათინ ბოკუჩავას ჩათვალეთ, რომ ზურგში დანა ჩაარტყა, აი ამის ტოლფასი იყო ეხლა თინასთვის ამ გადაცემაში ეს შეკითხვა და ამის დაკონკრეტება. თურმე iPhone-ს აქვს ეგ ფუნქცია, რომ სადაც იღებ ვიდეოს, მერე შეგიძლია ნახო თუ ტერიტორიულად რა ადგილზეა ეს ვიდეო გადაღებული. ამას ეუბნება სწორედ ეკა მიშველაძე. ეს ფუნქცია რომ აქვს iPhone-ს, ეს თინათინ ბოკუჩავა მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იცის, გამომდინარე იქიდან, რომ თინა iPhone-ის ძალიან სტაჟიანი მომხმარებელია. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ამ ქალაქში სულ რამოდენიმეს ჰქონდა iPhone-ის ტელეფონები, სწორედ მაშინ, როცა მიშა მაჩუქა, იმ დროიდან მოყოლებული თინათინი არის iPhone-ის მომხმარებელი. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფუნქცია ძალიან კარგად იცის და ეს ფუნქციაც რომ აქვს iPhone-ს, ესაც ძალიან კარგად იცოდა. შესაბამისად, თუ კი მისი მეუღლე 8 საათი გატაცებული ყავდათ და არავინ არ იცოდა სად ყავდათ და როგორ ყავდათ, მისი სახში დაბრუნების თანავე თინათინი რა თქმა უნდა დაიწყებდა ამ ინფორმაციის მოძიებას, თან მით უმეტეს თუ ასე მარტივია დადგენა იმისა თუ რა ადგილზე ყავდათ მიყვანილი, რა თქმა უნდა ამ ფუნქციის ძიებას დაიწყებდა თინა და ეტყოდა საზოგადოებასაც, რომ აი აქ და აქ ყავდათ მიყვანილი და ჩაკეტილი თუ როგორ ყავდათ და სამართალდამცავებსაც მიაწვდიდა ინფორმაციას, რომ აი აქედან და აქედან ალაპარაკეს ჩემი მეუღლე. მაგრამ რა თქმა უნდა თინათინი ამ ფუნქციას არ დაუწყებს ძებნას, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ყველაფერი არის მისი დაწერილი სცენარი და გათვლილი თავის ტვინ გამორეცხილ ამომრჩევლებზე, რომელთა კიდევ უფრო მეტად დარწმუნებასაც გატაცებაში ცდილობდა მიშველაძის ეთერში, მაგრამ იქ მოხდა საოცრება და ეკა მიშველაძემ აი ესეთი უწყინარი კითხვა შეხსენებით iPhone-ის ფუნქციასთან დაკავშირებით წყალში ჩაუყარა თინას მთელი აი ეს წინა სერიები, რომელიც სერიებიც ვიხილეთ ეკა მიშველაძის გადაცემაში სტუმრობამდე. შესაბამისად, ამიტომ ვიძახი, რომ მიშველაძემ ამ კითხვა შეხსენებით iPhone-ის ფუნქციასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი სამსახური გაუწია თინას და პირდაპირ ზურგში ჩასცა ლახვა.
და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ეთერის მერე საშვილთაშვილოდ შეიძულებს მიშველაძეს თინათინ ბოկუჩავა იმდენად ცუდი სამსახური გაუწია. ეს არის ვიცი თქმაც მინდოდა ამ ბანდის სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც გამოაცხო თინათინ ბოკუჩავა მისი მეუღლის მონაწილეობით და აი ეს ყველა სერია, ყოველი ახალი სერია უფრო მეტი სიცხადის შემომტანია იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ იტყუება და რაღაცებს ბოდავს თინათინ ბოკუჩავა ამ თავისი მეუღლის ვითომ გატაცებასთან დაკავშირებით და ერთადერთი აი ეს ბანძის სცენარი გათვლილია, როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, თავიანთ გამოშტერებულ ამორჩევლებზე და თავიანთ პატრონებზე, რომ უფრო მეტი სალაპარაკო ქონდეთ, რომ თურმე აი კადიროვის საქართველოში ცხოვრობთ. ეს არის და ეს ვიცი თქმაც მინდოდა თინა ბოკუჩავას მორიგ სიბანძესთან დაკავშირებით.